რა ხდება თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე? რა ენერგიებში ხართ, რა მიმართულებით გაქვთ შესაძლებელი თქვენ ცხოვრება, რა მიმართულებით გაქვთ სამუშაო? დღეს გვექნება ესეთ არაჩვეულებრივი ეგვიპტურ ტაროს დასტის გაშლა. ახალი შეძენილი მოხდა ძალიან მომწონს და მის დავს ეგვიპტური ტარო და გადავწყვიტე რომ საჯარო გაშლა გავაკეთო აღნიშნული ტაროს დასტით. იმედია მოგეწონებათ თქვენც. აქვე შეგახსენებთ სანამ გაშლაზე გადავალ 17 აგვისტოს ბათუმში იგეგმება ოფლაინ, ანუ პირადი შეხვედრა. მე ვიქნები მათ შორის ერთ-ერთი მონაწილე, მე ჩემი მხრივ წმენდით მედიტაციის პრაქტიკას შემოგთავაზებ, დასწრება თავისუფალია, უფასოა, არანაირი თანხა არ არის ამაში გადასახდელი, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაესწროთ. აღნიშნულ შეხვედრაზე ასე იქნება ფსიქოლოგიური საკითხების განხილვა და რაღაცა ისეთი ფსიქოლოგიური თამაშიც იქნება, რომელიც შეგახედებთ პროგრამად საკუთარ თავებში. მოკლედ, ვისაც სურვილი გაქვთ, მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან კომენტარში დამიტოვეთ სიტყვა ბათუმი და დეტალებს პირადში გაგაცნობთ. გელოდებით ყველას. ეხლა დავიწყოთ და გავიგოთ. რა ეტაპზე გახართ თქვენ ცხოვრებაში ეხლა? რა ხდება? კონცენტრირებთ მხოლოდ საკუთარ თავზე. ოჰო. ძალიან საინტერესო ეტაპია ეხლა. ამოგივიდათ ესეთი გულის ტკენა ან გარკვეული იმედების გაცრუება. პრინციპში იმედი რამაც გაგიცრუათ, შესაძლებელია დიდი ხანი ისედაც ხვდებით და გრძნობთ, რომ ეს ასე იყო, მაგრამ რეალობის დანახვა არ გინდოდათ, ან რაღაცა სადღაც იმედის დატოვება გინდოდათ თქვენთვის, თქვენ შინაგან თავთან და არ გინდოდათ რეალობის მიღება, მაგრამ ისე მოხდა და ისე დაალაგდა აქ სიტუაცია თქვენ ცხოვრებაში, რომ ეს ყველაფერი დაგემსხვრათ და ესე პირდაპირ შავი თეთრზე ფაქტები დაინახეთ და სიტუაცია, რომელიც არც ისე სასიამოვნო არ არის, მინდა გითხრათ თქვენ ცხოვრებაში, შესაძლებელია აქ ფინანსები იყოს, პირადი ცხოვრება იყოს, მოკლედ გარკვეული კრიზისული მომენტები არის, აქ ცოტა მოწყენილობები არის, ცოტა უიმედო მდგომარეობებიც არის, რესურსების ხარჯების გაცემები შეიძლება გაქვთ ბევრი, საკმაოდ ამ ეტაპზე შეიძლება ბევრი გაეცით და იგივე ვერ დაიბრუნეთ და ამის გამო ხართ აი მოწყენილები რა ესე ვიტყოდი, რა ამდენი ვიწვალე, გინ ურთიერთობაში იყოს და პარტნიორთან გინ საქმეში რა შემრჩა. ფიქრობთ, აი, ამდენ სწავლობ და რა, საბოლოოდ, ამდენი გავეცი და ვინ დამიფასა, მაგალითად, ასე დავეხმარე და რას ვღებულობ. ან როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, შეიძლება ესეთი კითხვებიც გაწუხებდეთ, ის სადამდე უნდა ვიყო ესე, სადამდე უნდა გავცე ჩემი სასიცოცხლო ენერგია, ჩემი რესურსი, ფინანსები, ზოგადად ჩემი ცხოვრება, დროც რესურსია, სადამდე ვხარჯო. გახართ და ესეს ფიქრებში ხართ. ნახოთ ერთი რა მიმართულებით გაქვთ სიტუაცია დასალაგებელი თქვენ ცხოვრებაში. რას უნდა მიაქციოთ ყველაზე მეტი ყურადღება? ოჰო. ესე იგი სამი მაღალი არკანი ამოგივიდათ. ვინც ტაროში ერკვევით, როცა მაღალი არკანები ამოდის, ეს ძალიან ძლიერ ცხოვრებისეულ ტრანსფორმაციას და ცხოვრებისეულ სცენარებს მიანიშნებს ხოლმე. ეს არ არის ის, რომ დღეს ვარ ცუდად და ხვალ კარგად ვარ, ეს უკვე თვეები და წლების პერსპექტივა რო არის ხოლმე ხშირად და ესეთი სიტუაცია გიჩანთ აქ და ყურადღება პირველ რიგში პარტნიორულ ურთიერთობებს უნდა მიაქციოთ აცილებლად და გარკვეული შეიძლება აქ არჩევანები იყოს, არა მარტო პარტნიორულში, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ, არჩევანები იყოს, კომუნიკაციები იყოს მნიშვნელოვანი, გაფართოებები იყოს, მაგ კუთხით მნიშვნელოვანი. აქ შეიძლება გარკვეული გაურებული სიტუაცია, გაურებული პოზიცია, ან გასაგებთ ორად იხლიჩებით, ან თქვენ, ან შეიძლება საპირისპირო პარტნიორულ ურთიერთობას თუ მოვარგებთ, პარტნიორი იხლიჩებოდეს ორად. მოკლედ ყურადღება მისაქცევი აქ აშკარად არის მარტო თქვენ არა, სხვა ხალხიც და თქვენ სირგლივ არსებული სიტუაციებია ძალიან ძაფად. მეორე და ყველაზე ყურადღების აქცევი, ვინც უფრო ღრმად აირკვევით, აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ საგვარეულო კარმულ პროგრამებს, ან საგვარეულო ეგრეგორს. შესაძლებელია თქვენგან ოჯახი, ეგრეგორი რაღაცას ითხოვს, რაღაცის გაკეთებას გავალებთ, მაგრამ თქვენ ცოტა ზარმაცობთ და არ აქცევთ ყურადღებას, ან იგნორში ყავთ. ან საერთოდ ვერ ხვდებით რა არის ეს საგვარეულო ენერგია და საერთოდ რა უნდა, მაგრამ ცოტა ისეთი რთული კარტები ამოდის, ანუ ეს არ არის მარტივი კარტი, აქ ძლიერ ტრანსფორმაციაზე მოგიწოდეთ ტარო. უნდა დაждდეთო და დაფიქრდეთ მისზე შედეგობრივ კავშირზე. თუ მაგალითად თქვენ ცხოვრებაში ავიღოთ პარტნიორული ურთიერთობა, ან ფინანსები, ან სამსახური, ან ჯანმრთელობა, არ აქვს მნიშვნელობა. დადგეთ და დაფიქრეთ. აჰა, მე ეს მაწუხებს ახლა თქვათ მარიამს.
საიდან მოდის ეს რაც უკვე გაწუხებთ აწყოში, შედეგები უკვე წარსულშია საძებნი, ან პასუხები წარსულშია. აწყოში ამის პასუხები უკვე არ არის, უკვე იქ მოხდა რაღაც მიზეშედეგობრივი კავშირი და ეხლა უკვე აწყოში დაგიდგათ ეს შედეგი და ეხლა ამ შედეგზე უნდა დაფიქრდეთ ეს მე რატომ მჭირს და საიდან მჭირს და ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ თუ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. ან იქნებ საერთოდ არავის ცხოვრება. აი საიდან მოდის მშობლების პატერნებია, აქცევის მოდელები მაგ გადაღებული საგვარეულოშია პრობლემები მაგალითად, ანუ მაგალითად ჯანმრთელობაზე ვთქვათ, დედას აწუხებდა იგივე, შვილს აწუხებს იგივე, მამას აწუხებდა გული, შვილს აწუხებს გული. ბებიას აწუხებდა ის გადმოვიდა. თუნდაც ურთიერთობებში დედა-შვილი მშობლები გაეყარენ, მოდის ადამიანი ვერ აწყობს ურთიერთობას. ან ეს ახლა მაგალითად მოყავს ყველას რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია შეიძლება ბევრგან საერთოდ სხვა სცენარები იყოს, მაგრამ ანუ ესეთ რაღაცებს უნდა დაფიქრდეთ, ძალიან ღრმად უნდა დაფიქრდეთ და შესაძლებელია აქ წარსულის ანალიზი დაიწყოთ, ოღონდ არა ჩაღრმავება და ჩაჩიჩქნა ახლა და ძალიან გათხრა დეტალებში, მაგრამ აი გარკვეული მიზეშედეგობრივი ჯაჭვი და კავშირი უნდა დაინახოთ აწყოსა და წარსულს შორის და თქვენ ირგვლივ ადამიანებს შორის. აქ თქვენ მარტო არ ახართ და აქ თქვენ მხოლოდ ერთი ინდივიდის როგორ თქვა სიტუაცია არ არის, აქ თქვენ სიკვდილი ბევრი ადამიანი ტრიალებს, აქ ამოვიდა სამსჯავროს არკანი, აქ ამოვიდა სამართლიანობის არკანი, აქ ამოვიდა შეყვარებულების ბარათი, ხა ვინც ტარო იცით, მიხვდებით სად გავდივართ და რა დონეებზე და რა შრეებზე რო ყურადღება მისაქცევი, აი ეს სფერო და ეს საკითხებია. ნუ აქ შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ცოტასთან მგონი არ რეზონდეს საკუთარი ნიჭების წარსულის გახსნები, ანუ რაღაცა დავიწყებული, მიძინებული უნარების გამოღვიძების საკითხით შეიძლება იდგეს დღის საკითხში, აქ ზოგიერთ თქვენთაგანთან, მაგრამ არ ამგონია ყველასთან. ეხლა ვნახოთ, უკვე იცით რაც არის გასაკეთებელი, უკვე იცით რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. სად მიდიხართ, აბა ეს ვნახოთ ერთი. ეს კი გავიგეთ ახლა სად ხართ და რამე დრამებში რომ ხართ, მაგრამ სულ ესე დრამებში ხარ უნდა ვიყოთ ადამიანები ვართ, წინ მივდივართ, იქნებ რამე შევცვლით ჩვენ ცხოვრებაში უკეთესობისკენ. აბა მომდევნო 3 თვის განმავლობაში საით მიდის თქვენი ცხოვრება? ოჰო. ძალიან საინტერესო პერიოდები და მდგომარეობები ამოდით. პირველ რიგში გეტყვით, რომ ცხოვრება საერთოდ ცოტა მკაცრი არის ხოლმე მომენტებში, ესეთი გამოთქმა მორჩილი მიყვება და ურჩს მიათრევსო. და ურჩები ნუ იქნებით და წასათრევად და ძირსახუხიალოდ გაიხდით თავებს, იმიტომ რომ თუ რაც გითხარით ეს უკვე კარზე გაქვთ მომდგარი თქვენ ეს თემები და კიდე გააჭიანებთ აქ პირდაპირ მეხი დაგეცემათ აი ესე პირდაპირ ვიტყვი და ანუ მეხი მართლა კი არ დაგეცემათ, მაგრამ სამყარო უხეშად ჩაერევა და დაგინგრევთ იმ სტაბილობას, რასაც შეიძლება ასე ეჭიდებით და ჩემი ცუგაც მეთანხმება ყეფვით. მოკლედ, რასაც ეჭიდებით, სწორედ შეიძლება ის სტაბილურობა დაგინგრიოთ სამყარომ. ამიტომ მოდით დამანგრეველ ენერგიებს ნუ შემოიტანთ და სადღაც თქვენ შეუწყეთ ხელი იმ ტრანსფორმაციას თქვენ და თქვენი შინაგანი სამყაროს ცვლილებით, საკუთარ თავში გარკვევით, აი რაც თქვით, მაგ მართულებებსაც რომ მიაქციოთ ყურადღება, შეიძლება შედეგების ესეთი მწვავე და ესეთი მოულოდნელობის ეფექტები აქ აღარ იყოს თქვენს ცხოვრებაში. თუ არა და იცოდეთ, რომ რისკები დიდია, რომ აქ თუნებით ვერა, მაინც მოხდება გარკვეული ნგრევები და ამ დანგრევის მერე საერთოდ ყველა ნგრევას, ყველა ქარიშხლის მერე ყოველთვის თავიდან იბადება ადამიანი ფენიქსივით, უმეტესად ყველაფერს მოსდევს, მერე შავ გზას მოსდევს, ბნელ ღამის გზას მოსდევს, თეთრი გზა, სინათლის გზა. ნუ ეს ცვალებადია, ეს სამყაროს კანონია, ეს იცოდეთ, რომ ყველაფერი მუდმივი არ არის, მათ შორის არც ეს გზა. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ახლა რა იქნება კიდე, თუ ამ ნგრევას და რყევებს გაუძლებთ და ყოჩაღად დადგებით, სხვა შორის შედეგები კარგი გექნებათ. განსაკუთრებით შეიძლება აქ მატერიალური საკითხები გაიუმჯობესოთ, შეიძლება რაღაცა ისეთი, აი პრაქტიკული უნარები დახვეწოთ, თუნდაც ურთიერთობებში, თუნდაც საქმიანი კუთხით, თუნდაც აი სამსახურებრივი კუთხით, მოლაპარაკებების კუთხით, აქ შედეგებზე გახვალთ, თავდაჯერებულები გახდებით, გამოცდილებას დიდ დააგროვებთ, რაც არ კლავს გვაძლიერებსო, ნამდვილად ასე იქნება თქვენ შემთხვევაში. მოკლედ დიდ სიბრძნეს შეგძენთ ეს ყველაფერი, ძალიან დიდ სიბრძნეს და ძალიან დიდ თავდაჯერებას. თავარია გაუძლოთ ამ ყველაფერს. გისურვებთ შინაგან სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას და ისევ შეგახსენთ, რომ ვისაც გინდათ, რომ თუნდაც სულ ცოტათი მაინც წაეხმაროთ თქვენს თავებს და სადღაც ცოტა სიმშვიდე იგრძნოთ, სადღაც ცოტა ნეგატივი მოიშოროთ, სადღაც ცოტა ფსიქოლოგიურად გაერკვეთ ცხოვრებაში რა ეტაპზე ხართ და ერთია რომ მეგეუბნებით და ტაროგებნოთ და მეორე რომ თქვენ თვითონ მიდიხართ იმ ლოგიკურ დასკვნებამდე, ამისთვის 17 აგვისტოს შეხვედრა ნამდვილად დაგეხმარებათ ამ ყველაფერს და გამოგადგებათ თქვენ. მოკლედ გელოდებით
კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.